ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მნიშვნელოვან რეფორმად მიიჩნევენ სასულიერო პირები, ამბობენ, რომ ცვლილებებს შედეგები უნდა მოჰყვეს. აქცენტს აკეთებენ სწორ საინფორმაციო კამპანიებზე. ძალიან ბევრი ადამიანი არის დასნეულებული ამ სცენით. მე ვფიქრობ, რომ ეს თემა კარგად არის შესასწავლი. ჩვენი გამოცდილებიდანაც და უცხოური სპეციალისტების გამოცდილების. ის რომ რეალიზატორები კაცრად დაისჯებიან, ეს ნამდვილად მისასალმებელია. მაგრამ აი ამ რეალიზატორებსა და ნარკომანებს შორის, ან დამოკიდებულ ნარკოტიკზე დამოკიდებულ ხალხს შორის როგორ იქნება ზღვარი გავლებული, ეს რთული საქმეა. ამ პოლიტიკას უნდა მოყვეს ამ ნარკოლოგიულების რაოდენობის გაზრდა. დამზადეს რგოლები, გამოიცეს სახელმძღვანელოები, შევიდნენ სკოლებში, მძღოლებს გააჩერებენ და თქვა შეამოწმებენ ნარკოტიკებზე. ასევე ისეთ მძღოლებს, რომლებსაც ხალხი გადაყავთ, ღამის კლუბები სავსეა ხო ნარკოტიკები და ახალგაზრდები, რომელთაც უნდათ რაღაც ახალი შეიგრძნონ, ახალი შეგრძნებები გაიგონ, რომლებიც ძალიან მოწყვლადი არიან ამ მხრივ, ყველაფერს სინჯავენ. ამიტომ ამას უნდა რაღაც კომპლექსური მიდგომა და რაღაც ჩამოყალიბება სახელმწიფოს მხრიდან ნარკოპოლიტიკისა დაგეგმვა და ხელმძღვანელობა ამ საქმისა.